ეხლა მე წაგიკითხავთ ჩვენს კანონმდებლობაში რა ნორმები არსებობს, რომ ვიცოდეთ. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელებზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება $100,000 ლარში ეკვივალენტს. აგრეთვე მის $100,000 არის აი ბინა რო იყიდო ჩვეულებრივი. აგრეთვე მის მეუღლეს და შვილებზე მოკლევადიანი ბინადრობის ეს მე ფასდება ეს ნივთი და 1 წლით გაიცემა $100,000-ზე, ოღონდ ყოველ 1 წელიწადში მას აქვს გარანტირებულად თუ $100,000 თუ სახლი არ გაუყიდია, გარანტირებულად გაგრძელების უფლება საკუთარი ბინადრობის უფლების თავისთვის და თავისი ოჯახისთვის, შვილებისთვის, ცოლისთვის. ეხა ასევე უვადო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა $300,000 ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე ან $300,000 ეკვივალენტის უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე. ანუ $300,000 თუ აქვს უვადო ბინადრობის. ანუ მოშორგელეხურად რო უთარგმნო, ბინას თუ იყიდით თბილისში, გააქვს 1 წლიანი ბინადრობის უფლება უცხოელს გარანტირებულად, რომელსაც ჩვეულებრივად ავტომატურად მე გაგიგრძელებენ რამდენი ხანიც გინდა სანამ ეგ $100,000-იანი ბინა გაქვს. ანუ მუდმივია. და 300,000-ად თუ კერძო სახლს იყიდი, აი 300,000-ად თლად კაი კერძო სახლი არ მოგივა, მაგრამ აი სადმე კერძო სახლი რო იყიდო, ან რავი, ან კარგი ბინა იყიდო, საქართველოს ზოგან ისეთი ფასები არის, 300,000-ად ვერ იყიდი, ისეთი ბინებიც არის ზოგუბანში, ხო? 300,000-იანი სახლი თუ იყიდე, საერთოდ უვადო ბინადრობის უფლება. უვადოსა და აი ეს მოკლევადიან შორის რა განსხვავება მაგასაც ახსნი. მოკლევადიანი, რასაც ქვია, არის 1 წლიანი, რომელსაც გარანტირებულად აგრძელებ ყოველ წელს, უბრალოდ საბუთების თავიდან წარდგენა გიწევს, რომ ნახეთ, ეს ქონება ისევ მაქვსო წლის ბოლოს. და უვადოს შემთხვევაში თუ $300,000 ქონება იყიდე, ანუ 3 ბინა იყიდე თბილისში, რავი, შენთვის და შვილებისთვის, ან ერთი შენთვის და გასაქირავად. ან ერთი კარგი. ხო, მაგ შემთხვევაში წვალება აღარ გიწევს ყოველ წლის ბოლოს გარანტირებული იმის ბინადრობის უფლების განახლებისთვის. ეხლა ყველაზე პრობლემური რაც არის, მაგაზე მივდივართ. აი ტიპი ჩამოვიდა, $100,000-ად იყიდა რაღაცა, რა ვიცი, ბინა რომელიმე კორპუსში და ცხოვრობენ ის და მისი ოჯახი აქ. 10 წლის მერე ეგ აიღებს საქართველოს მოქალაქეობას. წავიკითხავ პირობებს. სრულწლოვანი, ეს არის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული მუხლი 12. კანონის მუხლი 12. სრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მიენიჭება ხდება შემდეგნაირად. სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნას. კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები და საქართველოში მუშაობს, ან და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს. საბაზო დონეზე უნდა ისწავლოს ქართული, რაღაცას რომ ამტროებს და იცის მეტნაკლებად, ეგეთი ნორმებია ეხლა, ეგეთი სტანდარტებს თხოვენ. საბაზო დონეზე უნდა იცოდეს ისტორია, აი დიდგორის ბრძოლა ის მოხდა. დებილიც რო და რაღაც სამართლის ძირითადი პრინციპები, იქ არის გამოცდები, რომელსაც გეტყვიან წინასწარ რანაირი კითხვებია და მაგას გაივლი მარტივად დებილიც კი გაივლის, ყველა ისწავლის და ეს ვისაც ამის სურვილი ქონა ის ამას ისწავლის და იმის მოქალაქეობისთვის წარდგენის მომენტში მას უნდა ან ისე გქონდეს ის რაღაცა უძრავი ქონება, ან უნდა მუშაობდეს მაგ დროს. ან მით უმეტეს თუ რამე სამეწარმეო საქმიანობა აქვს, არ ვიცი, რაღაცა ბუტკა აქვს თუნდაც, ხო, ან რაღაცა საპარიკმახერო არის, სალონი, ხო? იღებს საქართველოს მოქალაქეობას. ანუ კითხვაზე ხალხო, ეგეთ კითხვაზე სახელმწიფო უარს ვერ ეუბნება, თუ ამან რაღაც კანონი არ დაარღვია, ან ტერორისტი არ არის, ან რაღაც ეგეთი მიზეზი. ჩამოწერილი იქ ნორმები რაც არის რის საფუძველზე მას შეიძლება ეთქოს უარი ბინადრობის უფლებაზე, ან რის საფუძველზე შეიძლება უთქოს თუ ამ ყველა ნორმას აკმაყოფილებს მოქალაქეობის მიღებაზე, იქ წერია გარკვევით, რომ ეგ არის რაღაც სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი
ქმედებები, კანონის მძიმე დარღვევები, ტერორისტულ ორგანიზაციის წევრობა, მტრული სახელმწიფო სასარგებლოდ რაღაც საქმიანობის შესრულება. ასეთ მოცემულობასთან თუ არა გვაქვს საქმე, რაც ცალკეული შემთხვევები იქნება, ასობით ათასი ადამიანი თუ არის ქვეყანაში, შე როგორც გინდა რომ მოდი ჩემი სამუშაო შეასრულოს ვიღაცა პაკისტანელმა, რომელიც ბინადრობის უფლებას იღებს უმარტივესად და ამის გარდა $100,000 ქონების შეძენის გარდა ბინადრობის უფლებას მიღება შესაძლებელი სამუშაო საფუძველზე სწავლაზე არ არის. სწავლის საფუძველზეც არის ბინადრობის უფლება, მაგრამ იმის საფუძველზე არის შესაძლებელი რომ რაღაცა მაგალითად დამსაქმებელი ვიღაცას მოიწვევს და ამას ჭირდება და ასე შემდეგ, სხვა საფუძვლებიც არსებობს ბინადრობის უფლების მიღების. მაგალითად ბინადრობის უფლება არის 10 წლის თავზე გაგიხდება მოქალაქე. თუ ამ ადამიანს საქართველოში აქვს ხელფასი, რომელიც არის საარსებო მინიმუმზე 4-ჯერ მეტი, ხო? თუ 5-ჯერ 5-ჯერ მეტი, ეგ ადამიანი აქ იღებს ბინადრობის უფლებას. საარსებო მინიმუმი ხა გვაქვს $260 თუ არ მეშლება, ხო? ეგ 5-ზე რო გავამრავლოთ, რამდენი გამოდის? 1200, 300. ხო. აი, ეგეთი ხელფასი თუ აქვს ადამიანს, იმას გარანტირებულად შეუძლია, რომ აქ ბინადრობის უფლება აიღოს რა. და ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ხალხო რა, რომ კარგად გააცნობიეროთ. ჩვენ თუ ფილტრი არ დავაყენეთ საზღვარზე. აქ იგივე პრობლემები დაგვიდგება, რა პრობლემებიც აქვთ ევროპაში. და რაც არ უნდა ქართული ოცნების გამправებელმა მედია პერსონებმა, ვითომ ექსპერტებმა, ვითომ ბლოგერებმა ტვინი რეცხონ, ეგ არის რეალური პრობლემა, ეგ საფრთხე საქართველოში დგას და თუ ეხა ვინმე მაგ საფრთხეს ვერ გზნობთ, რავი ეხა წადი და იმათ უსმინოთ, მაგრამ ვინც ხვდებით რომ ეგ საფრთხე არის, ეგ ადამიანები მოგვეხმარეთ ამ თემის აქტუალიზებაში. არსებობს შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც შრომითი საქმიანობის შემთხვევაში გაიცემა. არსებობს ოჯახის გაერთიანების მიზნით. არსებობს მუდმივი ცხოვრების ბინადრობის უფლება, საინვესტიციო ბინადრობის უფლება, თუ დებს $300,000 და მეც ინვესტიციას, დროებითი ბინადრობის ნებართვის უფლება, რომელიც გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც მაგალითად რაღაცა ქალთა მიმართ ძალადობის რაღაცა დევნის შევიწროების ტრაფიკინგის ხვეპლი ვინც არის. ტრაფიკინგის ხვეპლი, მოკლევადიანი ბინადრობის უფლება ერთწლიანი, რომელიც გაიცემა $100,000 ოდენობის ქონება თუ იყიდე, უვადო ბინადრობის უფლება, რომელიც გაიცემა $300,000 ქონება თუ იყიდე. ანუ არსებობს რიგი ჩამონათვალი ბინადრობის უფლება, მათ შორის IT-შნიკებზე ახლა დააწესეს ბინადრობის უფლება და ასე შემდეგ, ხო? არსებობს რიგი ჩამონათვალი ბინადრობის უფლებების, რომელიც არის საკმაოდ მარტივად მოსაპოვებელი და ძალიან მარტივად მოსაპოვებელია უფლება, რომ ეს აქ ყოფნის საშუალება ქონდეს მუდმივად. საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების პროცესი არის ბევრად უფრო გასართულებელი. თუ რამე გვინდა შეიცვალოს, არის რაღაც დებილურ არაფერს ჯობია, რაც არ უნდა გაამკაცრონ ახლა ამათმა იმ არაფერს ჯობია, რაც მანამდე იყო, მაგრამ კოსმეტიკურია სინამდვილეში აქამდე გატარებული ყველა რაღაც გამკაცრება. ვითომ გამკაცრება იქ რაღაცა შრომითი სამუშაო ვიზა რო აიღოს ვიღაცამ, ეხლა გაამკაცრეს რა სამუშაო ვიზა რო აიღოს, აქამდე შეიძლება ინტერნეტში შეევსო განაცხადი, აი ინტერნეტში უბრალოდ შეევსებდა დამსაქმებელი და მეტი არაფერი, სახელმწიფოს დამოწმებაც კი არ ჭირდებოდა, სამუშაო ვიზა გაიცემოდა. ეხლა უბრალოდ მაგას რო შეავსებს, სახელმწიფომ უნდა დაამოწმოს. ეგ იცვლება. ეგ არ არის რეალური ცვლილება. რეალური ცვლილება არის მაგალითად $100,000 ბინადრობის უფლების გაყიდვა უნდა აიკრძალოს, ეგ უნდა გაუქმდეს ეგეთი სისულე, რომ ბინადრობის უფლების $100,000 და $300,000 ადამიანი შეუძლია იცხოვროს საქართველოში სულ და 10 წლის ცხოვრების შემდეგ მოქალაქეობა აიღოს. აი ეგ დამღუპველი, სუიციდური, მოღალატეობრივი ნორმები არის შესაძლებელი. ამის გარეშე რეალურად საიმიგრაციო პრობლემას ჩვენ ვერ მოვაგვარებთ. ეს არის რეალობა და ეს სურვილი რომ მე აქ შემოვიყვან ვიღაცა კაცს, რომელიც ავღანეთიდან სადღაც ყოფილ თალიბს, რომელიც აქ ჩემაგივრად მუშად იმუშავებს და სუკმაყოფილი იქნება მაგ მდგომარეობით, ეგრე არ იქნება. საბოლოო ჯამში მოგაჭრის თავს.